მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, იუთუბელებო. პირველ რიგში დიდ მადლობას მოგახსენებთ ყველას ყურებისთვის, ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის და ეხლა დავიწყებ რუბრიკით, რა თქმა უნდა, პირადი გაშლა, პირადი ურთიერთობები თქვენთვის საინტერესო თემებზე. ეს ადამიანი, ვინც თქვენ გაინტერესებთ, ეხლა ცოტას რით არის დაკავებული, რით არის გატაცებული და რას აკეთებს. პირველი კითხვა იქნება. გავაკეთებ ორ ვარიანტზე. თქვენ აირჩიეთ აქედან პირველი, მეორე ან და მოусმინეთ ორივეს. იქნება და ორივეშია პასუხი. რით არის დაკავებული ეს ადამიანი? თქვენთვის საინტერესო ადამიანი ეხლა ამ სიტუაციაში როგორშიც არის, რით არის დაკავებული, რას აკეთებს, რით არის გატაცებული, რას აკეთებს, რით არის დაკავებული, რით არის გატაცებული, როგორ მდგომარეობაში. რას აკეთებს, რით არის დაკავებული, რით არის გატაცებული, როგორ მდგომარეობაში. რას აკეთებს, რით არის დაკავებული, რით არის გატაცებული, როგორ მდგომარეობაში. ამოვიღებ კიდე აი ესეთ პატარა კარტებს, მაგრამ ძალიან მუშას და ძალიან ძლიერს ფრანგული კარტებია. ორაკული. პირველი ვარიანტისთვის და მეორე ვარიანტისთვის. ჩვენთვის საინტერესო ადამიანი რით არის დაკავებული, რით არის გატაცებული, რას აკეთებს. ორაკულმაც გითხრას და მეორე ვარიანტისთვის რით არის დაკავებული, რით არის გატაცებული და რას აკეთებს. თქვენთვის საყვარელი ადამიანია, ეხლა ვინც ხართ, მთლიანობაში ესე ჩანს, თქვენ მის მიმართ რაღაც გრძნობა გაქვთ, რაღაც ფლირტი, რაღაც არის რაღაცა მოკლედ რა. მთლიანობაში რაც ამოვიდა და გაცნობა ხდებოდა თქვენი, ყველასთვის შეიძლება არ იყოს საჯარო გაშლა, მაგრამ უმრავლესობა რაღაც აი სასიამოვნო სუფრა იყო, რაღაცა იყო, აი ეს გაიცანით რა. შეიძლება ნაცნობი საერთო, მოკლედ რაღაც სასიამოვნო წვეულება, ან რაღაც ამდაგვარი, ესეთი გაცნობა, ან შეხვედრა, ან რაღაც ამდაგვარი. ნახავთ ახლა ინფორმაციას, პირველი, მეორე ვარიანტი, ანუ პირველი ვარიანტი რუნა ტეივასი, მეორე ვარიანტი რუნა ალგიზი. რუნებით მაქვს. თუ აირჩიეთ, ბევრი ხა ლოდინი არ უნდა, მაშინ დავიწყებ პირველი ვარიანტი, ტეივას, მამაკაცური ენერგია. რით არის დაკავებული, რით არის გატაცებული, რას აკეთებს. ეს ადამიანი, ვინც ეხა ჩაიფიქრა პირველი ვარიანტი, ჯერ თქვენთან სიტუაცია არ დაუმთავრებია. აქ რაღაცა საქმეები მაჩვენებენ, რომ მის პირად ცხოვრებაში მოხდა რაღაც კონფლიქტი ოჯახში. მე არ ვიცი ხა, ეს არის საჯარო გაშლა, კიდევ ერთხელ ვიძახი, მხოლოდ და მხოლოდ შემიძლია ზოგადი ინფორმაცია მოგაწოდოთ, თქვენ მოირგეთ თქვენ თავზე. ხა თუ ყავს ოჯახი, შვილები, არის ესეთი ვარიანტი. თუ არ ყავს ოჯახი, შვილები, მაშინ ისე ოჯახში, ეხა დედა, მამა, დედმამიშვილები, ხო? რაღაცა მოხდა. ან გზაზეა, ან შორს არის, ან აპირებს წასვლას სახლიდან. იმიტომ რომ რაღაც ქურდობას, რაღაც გაუგებრობას, რაღაც სახლს ეხება მოკლედ, ან ინვესტიცია ჩადვარა სწორად, ან ვალები დაუგროვდა, ან კრიზისშია, ფულის პრობლემა აქვს და რაღაცა ცუდი სიტუაცია აქვს რა. და აი ამ საქმით არის დაკავებული, ან ვალებს იხდის, ან ოჯახის სახლის რაღაცა ვალია და ვიღაცა მოატყუა, გადააგდო, ამიტომ უნდა ეძებს გამოსავალს
ანუ რით არის გატაცებული, რით არის დაკავებული და მაჩვენებენ აი ამ სიტუაციით ეხლა ამ წუთას, რატო არ ჩანს ამიტომ და ვნახოთ, აბა გადავამოწმოთ და ვინც პირველი ვარიანტი ჩაიფიქრა და მაჩვენებენ, რომ ოჯახური რაღაც პრობლემა აქვს, ფინანსური პრობლემა აქვს, ფულს შოულობს, ეძებს, გადაიხადოს, რაღაცა მოატყუა, რაღაც პრობლემა აქვს ოჯახში. ეძებს, გზებს, რაც თავარია. თქვენთან დაკავშირებით შეიძლება ბოლომდე დასრულებული არ არის, ამასაც მაჩვენებენ, თუ არ ჩანს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაამთავრა ურთიერთობა, აქ პრობლემა. ნამდვილად და როგორ გადაწყვიტავს ამ პრობლემას, ანუ რანაირად გადაჭრის ამ პრობლემას. ფულზეა უფრო ეს პრობლემები და ოჯახურ რაღაც სახზე მიწა, რა ვიცი, ინვესტიცია გადაჭრის კი. გადაჭრის ძალიან დიდი, ბევრი მუშაობა და ბევრი რაღაცა მისი ენერგიის ჩადება მოუწევს, საქმიანობა მოუწევს, აქ ამოდის ქალბატონი, ლამაზი, იმპერატრიცა, მაგრამ შეიძლება ამ ადამიანს ახლა ყავს მეუღლე, პარტნიორი, შეიძლება ეს ამოსდის და იმის დაკვეთით, იმის დავალებით, იმისი ასე ვთქვათ, ბრძანებით ასრულებს აი ამ ოჯახის რაღაცა ვალებს, რაღაცას, პასუხისმგებლობა, რაღაც მოვალეობას იხდის, მაგრამ ნახეთ, ამოვიდა კიდე არჩევანის კარტი და ამოდიხართ თქვენ, რომლის მიმართაც აქვს გრძნობა. ცალკე, ანუ სრულყოფილი, სტაბილური, ულამაზესი, დამოუკიდებელი ქალი, ვის მიმართაც ამ ადამიანს აქვს გრძნობა, მაგრამ საყვარლების ვარიანტია რა. მაგრამ უშლის ხელს ეს ქალი, ვინც ყავს, მასთან ვინც არის. თუ არ არის მასთან არავინ და არ ყავს არავინ ქალი. მაშინ ჯერჯერობით ეს საკითხი, ანუ პირადი, ხო? ან ესეთი ოფიციალური, როცოლად მოვიყვანო ოჯახში, შეგვქნა გადადებული აქ, იმიტომ რომ აქ პრობლემა ოჯახში. მაგრამ უფრო მეტად აქ იკითხება ის, რომ არის ქალი, ვინც შეუქმნა პრობლემები და პლუს კიდე დაემატა მისი პრობლემები ოჯახთან, სახლთან დაკავშირებით, ეს უკვე მისი მშობლების, დედმამიშვილების რაღაც სიტუაცია გაურკვეველი და ამის გამო უწევს მუშაობა, შეიძლება სხვა ქალაქში ან სხვა აპირებს შეცვალოს, ხო? შორს წავიდეს, ფული იშოვოს, გადაიხადოს, ეს პრობლემა მოუგვაროს, ეს ქალი აქ რჩება. და თქვენ ეხლა ამ სიტუაციაში თქვენთან დამთავრებული არა აქვს სიტუაცია, მაგრამ იკითხება ის, რომ თქვენზე კი აქვს გრძნობა, მაგრამ იმდენ პრობლემებში და ისეთ სიტუაციებში, რომ თქვენთვის არც ალია, ანუ თუ რეზონირდა, ლაიქი მომწერეთ, კომენტარი დამიწერეთ და პირველ ვარიანტთან დავამთავრე. და ვნახოთ, ვინ ჩაიფიქრა ალგიზი. მეორე ვარიანტი. რა ხდება ამ ადამიანთან? რით არის გატაცებული, რით არის დაკავებული? რო გვაჩვენონ ჩვენმა ლამაზმა კარტებმა. აქ ნახეთ, როგორ სიტუაცია იკითხება. აქ აბსოლუტურად სხვანაირი პოზიციებია. აქ არის ეჭვიანობა. აქ არის ის, რომ უნდოდა თქვენი ხელის თხოვნა, ანუ ოფიციალურად თქვენთან დაკანონება. ამოდის ეს, ხო, სტრუქტურა. მაგას ნიშნავს. მაგრამ იყო აქაც ვიღაცა პრობლემა ქალი. ამ შემთხვევაში შეიძლება ეს ან დედა იყო, ან ვიღაც ესეთი რა. ვინც ჩადგა თქვენ შორის და ჯერჯერობით პოზიციების, ანუ დაცვის ვარიანტში, ანუ იყურება რა, იკავებს თავს, იმიტომ რომ რაღაცა დაბრკოლება აქვს, ოღონდ ამ შემთხვევაში ვიღაც ქალისგან. ეს ახლა პატარა გოგო არ არის ეს ქალი. აქ უფრო ცოტა 40 ზემოთ შეიძლება იყოს 50 წლამდე. არ ვიცი, ამიტომ მგონია, რომ ეს შეიძლება იყოს
მისი დედა, ვინც უშლის ხელს. და სხვათა შორის აქ შემიძლია ვთქვა, ეხლა კიდევ ვიძახი საჯარო გაშლა, ყველაზე არ არის, მაგრამ ვარიანტი არის, რომ ამ ქალმა მიმართა ვიღაცას, ვიცით ეხლა ვისაც, რომ იეჭვიანა იმ ფონზე, რომ თქვენს მიმართ, ანუ ნამდვილად გრძნობა აქვს და უნდა თქვენი მოყვანა და რაღაცნაირად დააპაუზა ეს პროცესი, იმიტომ რომ ეს კაცი დადგა, აი ეს იყურება, რა ვქნა, რა გავაკეთე, თავსატეხი გაუჩნდა ამ ქალის გამო. კი ბატონო. ეს მოდის, ეს ინფორმაცია მოდის და მაინც გადავამოწმოთ მისმა ახლო ოჯახის წევრმა, არ ვიცი ხა ვინ, იმიტომ რომ არის საჯარო გაშლა, კიდევ ერთხელ ვიძახი. გააკეთა ნამდვილად ენერგეტიკული ჩარევა თქვენსა და მას შორის, რომ გაჩერებული იყო ეს პროცესი, ანუ აქ პირდაპირ ცოლის მოყვანაზეა საუბარი, რომ უნდა და აპირებდა. ხო, ნახეთ როგორი სიტუაცია არის. კი ბატონო, იკითხება მაგია გრძნობების გამო. ანუ ის რომ ბედნიერი იყო, ის რომ თქვენთან ხალისობდა, ივსებოდა, სიამოვნებდა, ამოდის დასასრულის კარტი, მაგრამ დასაწყისიც სამყაროდან მოდის ეს ინფორმაცია და ამიტომ ესე უნდა გავიგოთ. სამყაროდან ვიღებ ხო ეხლა ამ ინფორმაციას და high prices, რაც ნიშნავს საიდუმლო და რა თქმა უნდა ჩარევას. ანუ ამ ვიღაცა ქალის გრძნობების გამო, რომ ესე იგი იეჭვიან. არ ვიცი ხლა ეს ქალი ვინ არის, იმიტომ რომ ეს არის საჯარო გაშლა, ვისაც პირადი უნდა დავდებ ქვემოთ WhatsApp Viber-ზე, მომწერეთ და ნახოთ ვინ არის ეს ქალი, იმიტომ რომ ვარიანტები უნდა შემომთავაზოთ თქვენ, სახელები უნდა მითხრათ თქვენ და მე დიაგნოსტიკით, კონსულტაციით გავიგებთ პრობლემას თუ გაქვთ ესეთი პრობლემა, იმიტომ რომ უკვე მისული იყო თითქმის საქმე იქამდე, რომ ნუ ხა ოფიციალურად უნდა და ამ ადამიანს თქვენი. მაგრამ ეჭვიანობდა კიდევაც მოყვანა და არ ჯერ ორაკულმა მაჩვენა, რომ ნამდვილად პროფესიონალთან არის მისული და შემდეგ რო გადავამოწმე, ამოდის მაგია, ხო? ჩარევა ქალიდან. და ამ კაცის გაჩერება, ანუ როგორ? რომ დააპაუზა რა ეს პროცესი, დააპაუზდა. ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი, შემთხვევით არაფერი არ ხდება, ანუ რაღაცა რო ისი არ მიდის, სამყარო ხან საიდან გვაწვდის აი ამ მინიშნებებს, აი ამ მესიჯებს, თუნდაც ეხლა ამ ვიდეოს რო უყურებთ, ხო? და მე ვსაუბრობ, რაღაცა ილექება, რაღაცა შემოდის და იქ რაღაცა გინათდებათ. ნუ ეს ეხა ფანტასტიკის დონეზეა გასაგებია, მაგრამ ესე ვართ მოწყობილები, ჩვენ ხო არ ვართ რობოტები, ნახეთ. ჩვენ ვართ ადამიანები, ღვთის ნაწილაკები, შექმნილები სულიერ ქმნილებებად, არსებებად, ღვთის ხატად, ღვთის მსგავსად ვიშიც დევს და ნეიროქირურგებმა, პროფესორებმა, მეცნიერებმა გამოიკულიეს ჩვენ twins ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს. უბრალოდ ჩვენ არ ვართ ბოლომდე ჩართულები. ნუ რაღაცა 4%-იც არ გვაქვს და წარმოიდგინე ხე შენ რომ ის აამუშავო ორივე ნახევარსფერო, მარჯვენას და მარცხენას ღმერთი ხდები. ამიტომ გვაქვს ეს ინსაიდები, ამიტომ გვაქვს ეს ინტუიცია, ამიტომ ძალგვიც რაღაცეები უცებ, მაგრამ იმ რაღაცას რო უცებ გამონათდეს, ჭირდება ანუ რაღაც მინიშნება. თუნდაც შემთხვევით გაგონილი ფრაზა, თუნდაც ის კოდური სიტყვა და იქ ირთვება რაღაც. ნუ ეხლა მე შეიძლება ესე გასაგებად ვერ ვხსნი, იმიტომ რომ თვითონ ეს სიტუაცია არის აი ესეთი ამოუხსნელი, იმიტომ არის ფარული, იმიტომ არის დაფარული, იმიტომ არ აქვს ყველას წვდომა, იმიტომ რომ ეს არის ცნობიერებასთან, სულიერებასთან, იმ უხილავთან
რაც ესე კი ყველას არ აქვს. თუ შენ ხარ ძალიან მატერიალისტური, ხო? მარტო ხედავ შავს და მარტო ხედავ თეთრს და არ შეგიძლია იმის მიღმა, იმ ფიზიკური სამყაროს კიდე იქით მიღმა დაინახო სხვა რამე და შენ ხარ ესე კი პრაგმატული ადამიანი და უყურებ მარტო იმას, რასაც ხედავ და მორჩა სხვას, ანუ არაფერს არ მჯერა და სისულელეა, კი ბატონო, გააგრძელე, ეს თავისუფალი ნებაა აქ, ვინც მოსულა, ყველას თავისუფალი ნება აქვს, მარა ფაქტია, რომ უკვე ყველა აღიარებს, რომ არსებობს ის უხილავი ძალაც, ის სიზმარიც, რომელიც ენერგოსაინფორმაციო ველია და მოგდის, ის შემთხვევითი მოსმენილი ფრაზა, ის რაღაც მინიშნება, ის რაღაც ინტუიცია, ის რაღაც აი შინაგანი გრძნობა, ხო? ეს ყველას გაქვთ ჩემო კარგებო, ყველას. უბრალოდ უნდა გამოიღვიძოთ და ამისთვის ეხლა ზუსტად ის პერიოდია, რომ ყველას ყველაფერი გამოგივათ. ამიტომ ეხლა ეს ინფორმაცია მოვიდა. მე არ ვიცი ვისთვის, მაგრამ ფაქტია. შემთხვევით ხო არაფერი ხდება, მოვიდა. ესე იგი, ის ადამიანი, ვისთანაც ანუ რაღაცა ესეთი მსგავსი, რაც ეხლა ავწერე და მომივიდა, ხო? საჭირო იყო, რომ ეს ინფორმაცია მოსულიყო თქვენთვის. რაღაც მომენტში. თუ გქონდათ ესეთი შემთხვევა, რომ თითქმის მისული იყო საქმე იქამდე, რომ უნდა გათხოვილიყავით, ოჯახი შეგექმნათ და უცებ დადგა ყველაფერი ესე. და ვერ იგებთ მიზეს. ანუ აძლევს ინფორმაციას. მე ხო არ ვიცი ვისთვის ვშლი. მე ამას ვაკეთებ ყველასთვის. ყველაფრის გარკვევა შეიძლება დღეს, ჩემო კარგებო, აბსოლუტურად ყველაფრის. და ესე არ დაგემშვიდობებით, მინდა რომ მაინც პოზიტიურად დავამთავრო ეს ჩემი გაშლა. ორივე ვარიანტს ვიცი რომ ქალბატონები ხართ უმრავლესობა, რას ირჩევენ ჩვენი უმაღლესი უზენაესი ნათელი და კეთილი ძალები, ჩვენი მფარველები, თქვენ, ჩემო კარგებო, რას გირჩევენ? რჩევა თქვენთვის. ყველაფერი კარგად იქნება, თქვენ გაიმარჯვებთ ორივე ვარიანტს, ვინც ეხა მიყურებთ, პირველი არჩიეთ თუ მეორე არჩიეთ, ძალიან გულგაცრუებულები, გულგატეხილები, სამკუთხედებიც ბევრია, იმიტომ რომ ხართ ძალიან გრძნობიარეები, ძალიან სენტიმენტალურები, ემპათიურები, აი ნამდვილი ქალუროერები და გააქვთ ინტუიცია, გააქვთ და ის გაურკვეველი სიტუაცია, რომელიც იყო და რომელიც აი თეთრსა და შავს შორის და შუაში ხო ვერ დადგები, ან ერთი მხარე უნდა ირჩიო, ან მეორე. აუცილებლად დატრიალდება ბედის ბორბალი თქვენთვის სასიკეთოდ. ეს იქნება ზემოდან დახმარება, ეს იქნება პირდაპირ მფარველობა, ის უზენაესი სამართლიანობა, იმ ყველაფრის გამომზეურება, იმიტომ რომ მოდის ესეთი ხანა, მაღალვიბრაციული სულიერების, ღვთიური, ნახეთ, ყველაფერს აეხდება ფარდა, ყველაფერი გამონათდება და ეს გარდაუვალია. ამიტომ ყველანი უნდა ვიყოთ როგორები, კეთილსინდისიერები, როგორც ჩვენთან, ასევე სხვებთან. და რაც თავარია, ჯერ სიმართლეა ღმერთი და მერია სიყვარული. იცოდეთ, რომ სიმართლე ყოველთვის გაირკვევა, როგორც არ უნდა მალონ, ჩქმალონ, მოდის ეს დრო და აღარაფერი აღარ დარჩება დაფარული. გინდა იმ მხრიდან, გინდა ამ მხრიდან. იმიტომ რომ თვითონ ბუნება, თვითონ სამყარო, თვითონ დედამიწა ითხოვს, რომ ეს ყველაფერი გაიწმინდოს, გავიდეს, ეს სიბოროტე, ეს ნეგატივი და ბოლოს დასტაბილურდეს ყველაფერი, გამონათდეს და რაც თავარია, დაბალანსდეს, რომ ისევ ამოვიდეს მზე და ისევ გამონათდეს, როგორც ჩვენს გულებში, ჩვენს გონებაში, ჩვენს ირგვლივ და დათბეს, რაც თავარია. ნახეთ, დათბეს. აბა თქვენიცით. დროებით.